ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. Ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება. თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. მიუხედავად ამისა, ევროპა არ გვიწურავს იმედს, არ გვისპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას და მოგვიწოდებს 12 კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც გვაქცევს ევროპის ნაწილად. მაგრამ ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას ყოველდღიურად გვაკარგვინებს უსამშობლოთა პარტია რუსული ოცნება. თუ ვინმეს კიდევ აქვს ილუზია, რომ რუსული ოცნება 12 პუნქტს ასრულებს, მოდით ძალიან მოკლედ ერთად გადავხედოთ, რა ვითარებაა დღეის მდგომარეობით ამ მხრივ. ევროკომისიამ გარკვევით თქვა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუ კი აღმოფხრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. ეს არის პირველი პუნქტი. რას აკეთებს აქ რუსული ოცნება? კიდევ უფრო მეტად თავს ესხმის მედიას, ხალხს, მაქსიმალურად გააღრმავეს დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათ ბრალს სდებენ სახელმწიფოს გადატრიალებაში. რუსული ოცნება მხოლოდ ჩვენთან, ოპოზიციასთან კი აღარ არის პოლარიზებული, უკვე პოლარიზებულია საკუთარ ამორჩეველთანაც კი, რომელსაც სურს ევროინტეგრაცია. ევროკომისიის მეორე პუნქტი ითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და ანგარიშ ვალდებულებას. საარჩევნო საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას და რას აკეთებს აქ რუსული ოცნება დღემდე? რუსული ოცნება პრეზიდენტისგან მოითხოვს მის მიერ კონტროლირებადი კანდიდატურის წარდგენას. CSKO უკვე ღია პოლიტიკური განცხადებებით გამოდის იგივე ქალბატონი ზურაბიშვილის წინააღმდეგ. აი ნახოთ, რას ითხოვს ჩვენგან ევროკომისია მესამე პუნქტში. სასამართლო სისტემის რეალურ რეფორმას. და რას აკეთებს აქ რუსული ოცნება? რუსული ოცნება ამტკიცებს, რომ მისი კლანური სასამართლო ისედაც დამოუკიდებელია და რეფორმა არ სჭირდება. რუსული ოცნება აჩქარებს მათდამი ლოიალური მოსამართლეების დანიშვნას. კლანის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბატონი ჩინჩალაძე ინიშნება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო კლანის მიღმა ყოფ მოსამართლეებს სამაგალითოდ სჯიან იუსტიციის სამინისტრო მოსამართლე ნინო ბაქაქური კრიტიკული და პროდასალური შეხედულებების გამო გამოიწვია ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოდან. ევროკომისიის მეოთხე პუნქტი ითხოვს ანტიკორუფციული სააგენტოს, სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. წინა კვირაში უკვე გამოჩნდა, რომ არანაირად არ აპირებენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი დანიშნეს რუსი ოლიგარქის პროკურატურის ყველაზე აგრესიული და ოდიოზური სახე ბატონი კაციტაძე. დანიშნეს და ამ დანიშნვის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვერცერთ გახმაურებულ ფაქტზე კონკრეტული ხელშესახები შედეგი ვერ დადო. ეს უწყება უკვე მხოლოდ დანაშაულებების მიჩქმალვით არის დაკავებული. ევროკომისიის მეხუთე პუნქტი ითხოვს დეოლიგარქიზაციას. და რას აკეთებს რუსი ოლიგარქის რუსული ოცნება დღემდე? არ აღიარებს ივანიშვილის ოლიგარქობას და თან ყოველდღიურად თავისი ყველა მოქმედებით ადასტურებს ოლიგარქიის არსებობას და დარაზმულია მისი ფინანსების დასაცავად. რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე, ბიძინა ან ევროპა.
და ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოხვდებით. ევროკომისიის მე-6 პუნქტი ითხოვს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და რას აკეთებს აქ რუსული ოცნება? რუსული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის, თუმცა ეს არ ახალია, ძველია. აქ სიახლე ისაა, რომ უკვე თავის ოპონენტად მიიჩნევენ ყველას, ვისაც კი ევროპა სურს. და რას ითხოვს ევროკომისია მე-7 პუნქტში? ევროკომისია ითხოვს ჟურნალისტებზე ძალადობისა და დევნის საქმეების ეფექტიანად და დროულად გამოძიებას. და რას აკეთებს აქ რუსული ოცნება? სრულიად საპირისპიროს. დამატებით დევნიან მედია მენეჯერებს, პატიმრობაში ტოვებენ ნიკა გვარამიას, ამის გარდა ცდილობენ კრიტიკული ტელეარხების ფინანსურად მოგუდვას. წინა კვირას რუსულმა ოცნებამ გასცა ბრძანება დააჯარიმონ 3 კრიტიკული მედია საქართველოში და ფინანსურად მოახშონ კრიტიკული ტელეარხები. ევროკომისიის მე-8 პუნქტი ითხოვს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას. რას აკეთებს რუსული ოცნება? 2020 წლის 5 ივლისის უპრეცედენტო ძალადობისა და უმოქმედებისათვის ჯერ ისევ არავინ დასჯილა. კომისიის მე-9 პუნქტი ითხოვს გენდერულ თანასწორობას და ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ევროკომისიამ ჩვენ ევროპული დავალების სახით მოგცა. და გასულ კვირას ჩვენ კვლავ სამწუხაროდ ვიხილეთ კიდევ ერთი ქალი, როდესაც მოკლა ყოფილმა ქმარმა, არადა ეს მოხდა ოზურგეთში, არადა არსებობდა შემაკავებელი ორდერი. პოლიცია იყო საქმის კურსში, იყო ვალდებული, თუმცა ამაოდ სახელმწიფომ უბრალოდ არ დაიცვა ის, ვისი დაცვის ვალდებულებაც მას ჰქონდა. ადამიანები დახმარებას ითხოვენ, უსამშობლოებს კი არ სალიათ აქაც. კომისიის მე-10 პუნქტი ითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას. რას აკეთებს რუსული ოცნება? საერთოდ არ აღიარებს სამოქალაქო საზოგადოებას. უგულობოყოფს მათ არსებობას, მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. მათ ისევე როგორც ყველას, ვისაც ევროპა სურს, საკუთარ მტრად მიიჩნევს. ევროკომისიის მე-11 პუნქტი ითხოვს იმ კანონის მიღებას, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები. და რას აკეთებს აქ რუსული ივანიშვილის რეჟიმი? აკეთებს მოსამართლეებს. მათ ინტერესების გარდა არავინ და არაფერი არ გაითვალისწინონ. ღიად დაუპირისპირდნენ დასავლეთს, ხოლო მათ, ვინც პროდასავლელია და კრიტიკული შეხედულება აქვს, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, სამაგალითოდ სჯის. ევროკომისიის მე-12 საბოლოო პუნქტი ითხოვს ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის დანიშვნად. და რას აკეთებს უსამშობლო მთავრობა? თავს ესხმის ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ყოველდღიურ რეჟიმში. და ვინმე სჯერა, რომ რუსული ოცნება, რომელსაც ერთი სული აქვს, ნინო ლობჯარია თავიდან მოიშოროს ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელ პირს დანიშნავს? აი დეტალურად და კონკრეტულად წარმოგიდგინეთ ფაქტები, რომ რუსული ოცნება განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის მათი რუსული დავალება და ამიტომაც იქცევიან ასე ძვირფასო მეგობრებო. ან სხვა რას ვითხოვთ სხვას, მათგან ვინც უკვე უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე აახდინოს რუსული ოცნება საქართველოში. რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა. სადაც უნდათ კეთილდღეობა, ბედნიერება. ერთი სიტყვით, ადამიანად ყოფნა სადაც უნდათ. რუსული ოცნება არ ახდება. არ ახდება და იმპერიის ისეთ ჭაობში ჩვენ არ ამოვყოფთ თავს ბიზინა ივანიშვილო, სადაც თქვენ გსურთ, რომ ჭაობში ბაყაყებად ვიქცეთ და მხოლოდ ვიგეყინოთ. ეს არ მოხდება და ამას ყველანი ერთად არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ხელშესახებად დავინახავთ. დიდი მადლობა.